ჯეკ ლონდონი ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი იყო. დაიბადა 1876 წლის 12 იანვარს სან-ფრანცისკოში. იგი ცნობილია თავგადასავლებით, ბუნების რომანებით, რეალისტური აღწერებით ადამიანის და ბუნების ზოლით და მისწრაფებებით თავისუფლებისკენ. მისი ნაწარმოები დღემდე პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ერთ-ერთი მისი ცნობილი ნაწარმოებია წინაპართა ძახელი. ეს არის ისტორია ბაკის შესახებ. ძაღლი ცხოვრობს შვიდ და კომფორტულ გარემოში, კალიფორნიის დიდრულ სახლში, თუმცა მას მოიტაცებენ და გაყიდენ ჩრდილოეთში, იუგონში, მარხილის გამოწვევ ძაღლად. ჩრდილოეთის უკაც პირობებში ბაკი უმკლავდებოდა ახალ რეალობას. იგი სწავლობს გადარჩენის სიძლიერისა და ველური ბუნების კანონებს. ბაკი იბრძვის სხვა ძაღლებთან თავისი ადგილის დასამკვიდრებლად და თანდათან ველური ბუნების ინსტინქტები იღვიძებს მასში. ბაკის მფლობელები იცვლებიან, ზოგი მას სასტიკად ექცევა, ზოგი კი კეთილად. მაგალითად, ჯენ თორნტონი, რომელიც ბაკს სიყვარულით უვლის, ბაკს კი თანდათანობით გზნობა უჩნდება, რომ მისი ნამდვილი ადგილი ველურ ბუნებაში. თორნტონის გარდაცვალების შემდეგ ბაკი ტოვებს ადამიანთა სამყაროს და ერთიანდება მგლების ხროვასთან, სადაც პოულობს თავისუფლებას და პასუხობ თავისი წინაპრების ძაღლს. ჯეკ ლონდონის ასევე საინტერესო და ცნობილი ნაწარმოები გახლავთ დიდი სახლის პატარა დიასახლისი, სადაც მდიდარი ფერმის მფლობელი ქალი, რომელიც ქმართან, დიკ ბელანტიდან ჰარმონიულ ურთიერთობაში ცხოვრობს, თუმცა მათი ცხოვრება იცვლება, როდესაც სახლში ჩნდება დიკის ძველი მეგობარი, ივან ეტერნელი. ივანის გამოჩენა იწვევს ძლიერ ემოციურ დაძაბულობას, რადგან პოლისა და ივანს შორის ბუნება იღვიძებს. ნაწარმოებში ურთიერთობები ვლინდება არა მხოლოდ როგორც სენტიმენტალური დრამა, არამედ როგორც თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის წინააღმდეგობის სარკე. პოლი აღმოჩნდება ძლიერი შინაგანი ბრძოლის წინაშე, რაც საბოლოოდ ტრაგიკულ შედეგს გამოიწვევს. დიდი სახლის პატარა დიასახლისი ჯეკ ლონდონის ცხოვრების ბოლო წლების პირადი კრიზისების ანალიზით განიხილება. ნაწარმოების ტრაგიკული ტონი და გმირების ემოციური ბრძოლა ლონდონის იმდროულ და შინაგან მდგომარეობას გამოხატავს. ჯეკ ლონდონის ასევე ცნობილი ნაწარმოები გახლავთ მარტინი დენი. მარტინი ღარიბი და უბრალო მეზღვაურია, რომელიც შემთხვევით შეხვდება მაღალი კლასის ოჯახს. მის მალევე შეყვარებული ხდება ოჯახის ქალიშვილზე, რութ მორზე. რუთი ინტელექტუალური და განათლებული ქალია, რაც მარტინში განსაკუთრებულ მოტივაციას იწვევს. იგი გადაწყვეტს, რომ უნდა გახდეს ისეთი, ვისაც რუთი შეიყვარებს, განათლებული, წარმატებული და ცნობილი. მარტინი იწყებს დაუხალავს სწავლასა და წერას, მაგრამ მისი ნაწერები ხშირად უარყოფას იღებს გამომცემლობისგან. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, იგი იგრძნობს, რომ განათლებისა და ინტელექტის განვითარებასთან ერთად მისა რუთს შორის უსკული უფრო იზრდება. საბოლოოდ, როცა მარტინი წარმატებას აღწევს, ის ხვდება, რომ ის სამყაროსთან, რომელიც გადასწრაფოდა, კიდევ უფრო შორსაა.